21 საუკუნის საქართველო თავის პოლიტიკური და სოციალური მოცემულობებით პარადოქსულია. ლოგიკის და რაციონალიზმის არარსებობა ყველა სფეროში იგრძნობა. გამონაკლისი არც ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვის უნარიანობაა. სადაც ლიბერალური მარაზმი ყველაზე მეტადაა თვალსაჩინო. მაგას არ ყვა კარლ ბილდმა, შვედეთის საგარეო მინისტრმა დისკოტეკების დიპლომატია. როცა ბონიემი ჩაუყვანეთ და იქ დავადგმევით და უკრაინეთ და რუსულ ოკუპაციასთან მიშა სააკაშვილის დროს დამკვიდრებული წინააღმდეგობის ლიბერალური ფორმა, რომელიც ომის ერთ დღეში წაგებით, ტერიტორიების უბრძოლველად დათმობით, სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის პრისთვის დატოვებით, გორის ქუჩებში ხოხიალით, ჰალსტუხის ღეჭვით და თავისუფლების მოედანზე გრანდიოზული ტაშფანდურებით შემოიფარგლებოდა, დღეს უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა. რუსეთი ოკუპანტია. მერსი სულხანიშვილის ანტირუსული ძუძუებით მოტივირებული და ანტისაოკუპაციო წინდებით შეერაღებული ქართველი პროგრესული ლიბერალი შეუპოვარი ბრძოლისთვის მზადაა. თუმცა ცხადია, ხანდახან ამ საქმეში გამოერევა ხოლმე ისეთი ტიპი, რომელიც რაღაც გარანტიებს ითხოვს. გვექნება იმის თქვა ალბათობა, რომ ჩვენ შეიძლება თუ ვიცი წინასწარ უნდა მოკვდე, მაშინ მგონია რომ სისულელეა და ლიბერალური ომი რამე კონკრეტულ რეალურ ქმედებაში კი არა. გირჩი სექტის მეშვეობით ჯარიდან თავის დაღწევით, საოკუპაციო ხაზთან ჩახტილი პერფორმანსები, 9 აპრილის მემორიალის ფეხებით გათელვით და რუსთაველზე 1121 წელს გადაადგილებული ნარკობარიგული ბასიანობით გვირგვინდება. 1121 წელსაც ეს ბასიანი იყო ზუსტად! ამ ყველაფერზე მოკლე შინაარსობრივი დასკვნა რო გამოვიტანოთ. აშკარაა ის ფაქტი, რომ ლიბერალური ფორმულა თავისი კარიკატურული ნასკლაბერული პატრიოტობით უსუსურია და ობიექტურ რეალობას სრულადაა მოწყვეტილი. ამიტომ საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი მყარი იდეოლოგიური პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საფრთხეების ადეკვატურ აღქმას და რეაგირებას.